ამერიკის შეერთებულ შტატებში მშვიდობის მომხრე პრეზიდენტი აირჩიეს. შესაბამისად, ჩვენ ახლა უფრო მეტად ვართ დაიმედებულები, ვიდრე ოდესმე, რომ უკრაინის ომის მშვიდობიანი გზებით მოგვარება შესაძლებელია. ჩვენ მივესალმებით პირდაპირ უმაღლესი დონის შეხვედრების დაწყებას ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის. ამ პოზიციას ჩვენ ბოლოს 3 წლის განმავლობაში ვიცავდით. მხარს უჭერდით საკომუნიკაციო არხების გახსნილობას, პრობლემის დიპლომატიური გზებით მოგვარებასა და რუსეთის ფედერაციასთან კავშირების შენარჩუნებას. სწორედ ამ პოზიციის გამო ჩვენ წარმოუდგენელი ზემოქმედებისა და თავდასხმების ქვეშ ვიმყოფებოდით საერთაშორისო არენაზე. ჩვენ ვამტკიცებდით, რომ ფრონტის ხაზზე არ არსებობს გამოსავალი. იქ მხოლოდ დახოცილი ადამიანები, მსხვერპლი და განადგურებული ქალაქებია. კონფლიქტიდან გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკების მაგიდასთანაა. ის, რაც ახლა ხდება, ამტკიცებს, რომ ჩვენ ყოველთვის მართალი ვიყავით. რასაკვირველია, თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ იმის თქმა, რომ უნგრელები ცდებოდნენ. თუმცა დრო გვიჩვენებს, რომ უნგრელები ყოველთვის სწორ პოზიციას იკავებდნენ. ამას ბოლოდროინდელი მოვლენები უკვე ცხადყოფს. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.